მოგესალმებით, მეგობრებო, დასრულდა წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხატი. ხატი შესრულებულია ცაცხვის მასალაზე, ბუნებრივი ბერძნული საღებავებით, კრეტის სკოლის ხატწერაა, ბერძნული ხატწერა, წერკურთხევით და სრული კანონიკის დაცვით. რა ვიცი, გამოიწერეთ არხი თუ მოგწონთ, რა თქმა უნდა, ჩემი ვიდეოები და დავწერ კომენტარებში ჩემი YouTube არხს, თუ ვინმე სურვილი გექნებათ, გავამყევით იქითაც. კომენტარებში მიტოვწერ, რომ ვერ მივაბი რაღაცნაირად, TikTok-ს YouTube არხი, არ ვიცი რატო. რაღაც ვეჩალიჩე, დავსერჩი კიდევაც, ახსნეს კიდევაც, მაგრამ რაღაცა ჩემთან არ გამოდის. მოკლედ, რა ვიცი, გამოიწერეთ არხი, რათა ბევრმა ადამიანმა ნახოს კიდე ჩემი ვიდეოები. მადლობა ყურადღებისთვის და ჩემთან ახლა პირველის ნახევარია ღამშვიდობისა და ძილინებისა ყველას. მოგესალმებით, მეგობრებო, დასრულდა წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხატი. ხატი შესრულებულია ცაცხვის მასალაზე, ბუნებრივი ბერძნული საღებავებით, კრეტის სკოლის ხატწერაა, ბერძნული ხატწერა, წერკურთხევით და სრული კანონიკის დაცვით. რა ვიცი, გამოიწერეთ არხი თუ მოგწონთ, რა თქმა უნდა, ჩემი ვიდეოები და დავწერ კომენტარებში ჩემი YouTube არხს, თუ ვინმე სურვილი გექნებათ, გავამყევით იქითაც. კომენტარებში მიტოვწერ, რომ ვერ მივაბი რაღაცნაირად, TikTok-ს YouTube არხი, არ ვიცი რატო. რაღაც ვეჩალიჩე, დავსერჩი კიდევაც, ახსნეს კიდევაც, მაგრამ რაღაცა ჩემთან არ გამოდის. მოკლედ, რა ვიცი, გამოიწერეთ არხი, რათა ბევრმა ადამიანმა ნახოს კიდე ჩემი ვიდეოები. მადლობა ყურადღებისთვის და ჩემთან ახლა პირველის ნახევარია ღამშვიდობისა და ძილინებისა ყველას.